მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო ამ ახალ წელიწადს გილოცავთ ჩობა ახალ წელიწადს ჩემო კარგებო ნათლისღებას რაც იყო ყველაფერს გილოცავთ 2026 წელი დადგაო ჩემო ბატონო თებერვალიც მალე დადგებაო და ხეში წყალი ჩადგებაო მაგრამ ჯერ ვილაპარაკოთ ის რაც დადგა და მერე ვილაპარაკოთ იმაზე რაც არ არის ჯერ მერე ვილაპარაკოთ იმაზე რაც იქნება და მინდა მოგილოცოთ ყველაფერი რაც იყო ესე იგი რაც მოხდა ამ იანვარში და დაიწყო ახალი წელიწადი ჩემო ბატონო ახლა ის ცხენის და ცეცხლოვანი ცხენის წელიწადი და რაღაცები იქ არიან ადამიანები, რომლებიც ამ თემასთან დაკავშირებით ლაპარაკობენ. კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ და ეს გაზაფხულის ქუჩა არის რადიო სივრცე 98.5 და ჯაპანას გადაცემა და თქვენი და მონამონშილი ჯაპანა და ისეთი სტუმარი მყავს, პირველი სტუმარი ამ ახალ წელიწადს, ბატონებო და ქალბატონებო, რომ მე ვარ დიდი პატივია ჩემთვის მისი სტუმრობა ნამდვილად და ისეთი სტუმარი მყავს იმის თანაფა აი ეგეთი აი მომწონს ეს ფრაზა რა იმის თანაფა ეს არის ადამიანი ხა ამის რეგალიებს ძალიან გთხოვთ ისედაც 50 წუთი გვაქვს უნდა იმდენი რამე მინდა კითხვა დაუსვა და იმდენი რამე მინდა რომ ამ კაცს ვალაპარაკო და ვერასდროს ვერ ჩავეტევი დილამდე შეიძლება ამ კაცთან ურთიერთობა ისეთია როგორც ადამიანი ნუ მსახიობზე ხა კიდე ერთხელ გეუბნებით რეგალიებს ნუ ჩამომასვლით რო წავა ამით და ზურაკიფშიძეა ჩემი სტუმარი დღეს ეს არის მეტი რეგალია მეგონი საჭირო არ არის ეს ორი სიტყვა ნიშნავს ყველაფერს ყველა ქართველისთვის და არა მარტო ქართველისთვის მართალი გითხრათ რა 4 კუთხით ჯვარი ეწერა შეეძლო რომ მოსდებოდა თელ მსოფლიოს მაგრამ ამ კაცმა იცხოვრა აქ მოგესალმები ზურა გედაცვალო ჩემი თავი ამ თემას შევეხები ჩვენ როგორ წახვედი აქედან რატო წახვედი 1000 ჭორები დადის შესახებ მოდი იქ მით დავიწყოთ რითაც იწყება ადამიანი ბავშვობით როგორი ბავშვობა ქონდა აი რანაირად თამაშობდი ლაღწ გიკოჭავია გძელივირი გვალივირი რაღაც ჟოპასტენკა რაღაცები ჯერეს ერთი მომენტ საშუალება მოგესალმო დიდი სიამოვნებაა დიდი მადლობა მოგიხადო იმისთვის მადლობა მოგზანების შენთან მე გახმო გადაცემაში კი არა იალბუზზე ზამოყვები მადლობა შენ ჩემო და მინდა ყველას მიულოცო ახალი შობა ახალი წელი და რა ვიცი სიკეთე და აი სიწყნარე მომენტა საერთოდ აი ხო ომი ჯერჯერობით ჯვარი გწერია და არა გვაქვს და სიმშვიდე აი მშვიდად რო დაძაბულები ვარ აი ეს მომენტა ხო დიდი მადლობა ვისაუბროთ რაზე ნუ ბავშვობა იყო არაჩვეულებრივი ბავშვობით დავიწყოთ კი ვიძახით რომ საბჭოთა კავშირი და ესა და ის შეიძლება ეს შოვებოდა ეს არის შოვებოდა მაგრამ ხო რაღაცა ბიჭო სილაღე იყო უფრო მეტი, სენტიმენტები იყო, ზდილობა უფრო არსებობდა, უფროსი, უმცროსი, არ ვიცი. მოკლედ, იყო არაჩვეულებრივი ოჯახი იმ ხრივ რომ ქალებში ვიზდებოდი რა. დედაჩემი და ორი დეიდა მყავდა რაღაც არაჩვეულებრივი ერთი. და სადღაცა როგორც პროდიუსერს აღმოუჩენია, მე არ ვიცოდი, უნივერსიტეტი რო არის, იქ იყო სადღაცა გორა. ხო, გორა და იქ მეორე კორპუსის ადგილას იყო გორა. ხო ბატონო. კიფშიძეების გორა, იქ იყო სახლი, იქ იყო ბაღი, იქ იყო ყველაფერი და ნუ მე როგორ შესწირეს უნივერსიტეტს გადავიდნენ ყაზბეგზე და მე გაღმელები გახდნენ მე პლეხანოვზე დავიბადე. ხო და მე ერთი 6-7 წლის რო ვიყავი გადავედით საბურთალოზე ედიშერ მაღალაშვილს და დედაჩემს მისცეს ერთად ერთ პადიეში და მე და გოგლიკა და მიშიკო ნუ ბავშვობის მაკაცები და არაფერი გამო ისეთი არაჩვეულებრივი ბებია ბაბუა აი წინაპრები უფრო უი ბებია ბაბუა სერიოზული ბებია პოლონელი იყო ნახევრად რუსი პეტერბურგიდან და იქიდან ჩამოიყვანა ბაბუა ჩემმა აჰა ნატალი პეტროვნა და განმანათლებელს ეძახდნენ და ნუ მოკლედ თუ რამე ვინმეს ტკიოდა ამასთან მოდიოდა რა უნდა ვქნა საერთოდ ნუ ისეთი მწიგნობარი ხალხი იყო ქართული ისავლა ძალიან ცუდა. ხო, გასაგები. რასეუნებოდა იცი რაღაცა წამალს ეთქოდა რომ თითო აბი სამჯერ დღეში დაყლაპე. აი ესეთი ქართული იცო. ხო. ხო და მაგრამ აი რაც ისეთი ღირსშესანიშნავი იყო რომ იქვე იყო ჩვენს იქით უკვე არაფერი აღარ იყო სამედიცინო ინსტიტუტი და იმის იქით ვაჟამშაველე აღარაფერი აღარ იყო. იყო რა, იყო მთავარი რაც მე მიყვარდა და რამაც
კინოში ასე ვთქვათ მოხვდი. თან ბავშვობიდან ხარ პირველ ნუ 13 წლიდან. კინოში და ცხენოსნობაზე. ბავშვობაც არ გაცალეს. ხო. ცხენოსნობაზე. მოცარტივით. ხო, ცხენოსნობაზე დავდიოდი რა. ხო, კოჭოია. ხო, და ვიყავი უკვე რაღაც თანრიგიც მქონდა და მოვიდა კინოსტუდიიდან და დუბლორი უნდათ რა. ჯერ არც ფიქრობდი ბავშვობიდან. არა კაცო, არც ფიქრობდი. თავი იყო ცხენი. ზაღლი არ მომაყვანინეს, ეხლა კი მყავს ზაღლები და მყავს. ცხენი არ მოგაყვანინეს, ცხენი არ მომაყვანინეს. ხოდა მოკლედ ამ ცხენზე ვიყავი გადარეული და ნუ მე რაღაცა ფოტოები გადამიღეს, მომახვიეს ყაბალახი ესა და ნუ მე მოვხდი ის კოჭოია დუბლორიც მე ვიყავი და შემსრულებელიც ასე. და გადაბაში გადაწყვიტე მოგეწონა. არა მამა, არა დედას პიცა არა. მაგარი ფილმია ძმაო, მაციფილია. ფილმი ეხლა რო უყურებ ძალიან. ძალიან მაგარი. მაშინ ვინ ფიქრობდა, მაშინ ვიყავი. რომელი წელია? დედას 62 წელია, ბიჭო, რას ლაპარაკობ? ხო, რაღაც აი, შესანიშნავი შვიდეული როა, ნაკლები ვესტერნი თუ იყოს მე ვიყო უნდა. ეს ჭორი რო არ ჭორი აჭორი სინამდვილეს ყვები, გურამ ფირცხალავა იყო ჯერ. ვიყავი შეყვარებული, მაგარი კაცი. ჩემი უფროსი ძმა იყო. საერთოდ ცხენი ყავდა, მე ცხენს ვლიდი, ის მე მივლიდა. ულა აიჯდა ცხენზე. და ცხოვრობდით მახსოვს იმაში უშგულში. და ვიღაც მონადირის სახლში და დათვის თავები და რა. აჟე ვიღაც ტრუკაჩი მოგიკვდათ მე მგონი, ხო? ჩემი ტრენერი მომიკვდა. აი ცხენები რო გუგუჩია, გუგუჩი არ არის მანდეკ. არ არის მა? ყველას ეგონია რომ აი მკლდიდან რო ვარდება. ხო, კლდები ვარდება. რუსთავში მოხდა ეგ. რუსთავში უნდა ჩვეულებრივად გადაეკვეთა მდინარე. და მოკლედ დირექტორმა მოვიდა იაღლეში რა, ის რომ არ იყო გაბმული ბადე. დაზღვევის ბადე. და ადიდებული იყო ის მტკვარი. და წაიღო. არა, და მოქონდა მორები ბიჭო. ჩვენ თალწინ მოხდა ეგ ყველაფერი. და მორები რომ მოაწვა ეს მორები ამ ცხენს და ამ ზემოდან ამ გუგუჩია ხეცი იყო ძალიან მაგარი ის იყო რა. და ცხენმა ჩაარტყა ფეხი ბიჭო. რომ ვეღარ გაუძლო ცხენმა მორებს მოიშორა ეს და ეს მერე იპოვეს სადღაც თან წყალში. აი ეგეთი უბედურება მოხდა, ხო? იქ არ მოხდა. ხო და მოკლედ ჩვენი ერთ დღეს მეორე აი ეს უბედურება პირველი მოვედი სახში რაღაც შეჯიბრი ქონდა იქაურ ბიჭებთან ვერ გავაგებინე რომ ჩემ ცხენს ვერ მოუგებენ იმაც მოგება უნდათ პეტრეცხენები ყავდათ მთის ეხლა მთაზე კი და ეხლა ჩვეულებრივ თუშურებივით რაღაცა ხო და მე მყავდა ალთიმბეკ ერქვა ალთიმბეკ არა ჩვეულებრივ ცხენი ყავდა და რაჯიში ინგლისური არა ინგლისური არ იყო ტეკინეცი იყო ტეკინეცი ახალტეკური და მოკლედ მოვედი სახში და არ არის გურამი ნუ მეთქი ალბათ სადღაც არის გავიდა დრო და მე ეთქობა უთხრეს მოილაპარაკეს რომ ამ ბავშვს გავაგებინოთო რა მოვიდა ასისტენტი და მეუნება რომ სად არის გურამი მე ვთქვა აღარ არის გურამი როგორ აღარ არის ნუ მოხსნეს როლიდანო და შუა კინოდან ბიჭო აუ მე გამბავიდე დამეწყო მე ხა რა ვიცი რა დამეწყო და მესტიაში ჩამიყვანეს რაღაც ნემსები გამიკეთეს ცუდად ვიყავი რა ძალიან რატო მე უკვე ამოვიზარდე მე ქალი იყო გარეული ამ ამბავში აჰა და ეხა მინდა რომ ერთი საოცარი ქალთან დაკავშირების ქალბატონი ლენასთან დაკავშირების რა აი როგორ მოხდა ეხა შენ როდის გადაწყვეტე მე იყო რა ქვია იმას კაცო წუთისოფელი ლენინი მოკვდა ბიჭო ვაიმე ლენინი მოკვდა ვერ ვამბობდი ამ ლენინი მოკვდა ვიცი ეგ ამბავი რა გჭირს აუ რა მაგრად ამბობთ აი რა გჭირსო და მე ვდგარ ლენა კაცო ჩავშალე გადაღება რატო ჩავშალე მანდ რა პატარა მეათეკლი პირველ კურსზე მაგის გულის გამაგდეს პირველ მოიცა რანას ფილმს რა ქვია კაცო როცა აყვავდა ნუში ის იყო მეორე უკვე ეს პირველი წუთისოფელი არის უფრო ადრე აბარა
ჯერ წუთშობელი იყო, მე ის მეათე კლასელები გოდიხარ, როცა აყვავდა დუში. არა, კაცო, მეორედ პირველ კურსზე ვიყავი და მაგის გულისთვის აი, მივიდეთ იქამდე, როდის ახვედი რუსეთში, მე მაგი მაინტერესებს. ეს მერე. ხო და ეს დედა ჩემს ვეუბნები, ამ ლენინი მოკტა ვერ თქვი, მე ვთხე. ჩემზე ივარჯიშე მე. შენ ვითომ მე მოგიყვი, ლენატო. მე ვთქვი, ხალო, რა მომი ლენინი მოკტა, შენ რა შუაში ვარ, რა? ანა, ნუ რომ კარგად გამოგიმდეს და მოკლედ ვივარჯიშე. მივედი და გავაღე კარები და ეთყობა ძალიან მოვინდომე და დიდი პაუზა და სოფიკო ჭეურელი უცბად მიყურებს და დიდი პაუზა გაიჩნდა და რა იყო ნენა ისეთი სახე გაქვს თითქოს ლენინი მოკტაო მე გადავარდი მთელი გადაკვები ჯგუფი კიდე ერთი კვირით გადაიდო იმიტომ რომ ნუ ვერ ვამბობდი ამ ლენინი მოკტა და თან სოფიკომ ისეთი ის გამიკეთა არა, საქმე იმაში ტრაგიკულად უნდა გეთქვა ეს თან საბჭოთა კავშირია, ბრეჟნევია, თო რას ლაპარაკობ რა ხო და აი ეგრე მაგის გულისთვის არ შეიძლება პირველ კურსზე გადაღება მოგეხსენება შენ ხო და ლენინი მოკლა მაგრამ ბაის მაგრამ ნუ რა როგორც ჩემძელი ისე თქვი მაგრამ იმუშავა ქალბატონი ლენას მაგრამ დამუშევარია იქ იმიტომ რომ ეს ეხა იმ პერიოდში შენაირი ტიპი შენაირი მენტალიტეტის მქონე ადამიანი ეხა ზურაკივშიძე ლენინი ხო არა მენტალიტეტი ავტორიტეტი მენტალიტეტი ვიროა ბევრი რა ხო და მე ძნელია რა მეორედ აი პირველად ვიყავი დოდო ალექსიძესთან აი ლენინი მოკტა გამაგდეს მეორედ ჩავაპარე და მიშა თვანიშვილი რატო გაგაგდეს ლენინი მოკტაზე რატო არ შეიძლება და გადაღება გადაღება ჩემე და მე მქონ მე მოვესარი მაგას ეგრე იყო და არ შეიძლება იყო ერთი ამბავი მაგასთან დაკავშირებით ხო ვის ჯგუფში იყავი პირველ კურსზე რო ჩავაპარე დოდო ალექსიძე უი რასა მე მომნათლა დოდო ეს გრიმები წამისვა დოდო მაგარი კაცი იყო ძალიან ლუი დე ფიუნეს ვეძახდი ძალიან მაგარი უნიჭიერეს აუ ლუი დე ფიუნეს ყველაფერს თამაშობდა ლუი დე ფიუნეს არა შენ ხალი გძდები ყველაფერს გაჩვენებდა ბავშვები დაყავდა თურმე პატარები ესე და პირველ პოზიციაში დადი ბალეტთან ქონდა კავშირი და ბავშვებს თავებს არ ტყმაინებდა უკან იმიტომ რომ ესე დადიოდა ეს ბავშვი და მე ესე გაგლისხეს და მე ერთი წლის მერე ჩავაბარე თავიდან ჩავაბარე და მიშა თუმანიშვილთან მიხაილ ვანჩთან აქ მოხვდი მე მეგონა რო ჩამოხვედი რუსეთიდან არა მიშასთან წელი ვიყავი კაცო და მართლა მივხვდი რომ ეს სხვა რამეა ეს პროფესია არ არის ხა რო მიშა იჯღანავე და გაიხედე მარჯვენა ანეკდოტი მარცხნის სხვა რაღაცა ყოფილა და აი იქ მიხაილ ვანჩთან ჩავერთე ძალიან კარგი იყო რა და როგორ მოხდა მე რა ვინ რას ყვება მუსიკი შეხვედი ლექტორთან არა კაცო რაღაც აუ ჭორებია ზურა შეზე აი ხოაზე ხარ როცა ყავდა ნუში დამამტკიცეს აჰა და ისევ იგივე გამეორდა და რექტორმა გამლანძღა ეს ეთერია გუგუშვილი უკვე მე ჯერ იყო ის ილია თავად ილია იმ ილიასთან მოვიდა ეს ხვალ გეცნობა ეს ფოტოები ეს რაღაცა ეს ფოტოები მე გაბრანჭული ბიჭი როგორ არ მიყვარდა ის ხო რაღაცა გაქვს დათქვამი რომ აი რამასიკოძეს აქვს დათქვამი ჩემ პერსონას სილას გავარტყამდი რა აი ეგეთი ვიყავი მე გაარტყამდი სიამოვნებით ჯერ რაღაცა ბანტიკივი ტუჩები ისპრიჩეს თუ რა კიდე მაგ როლს თამაშ ეგეთ ბიჭს თამაშობ მოკლედ აი ფიფია იყო იქ არაჩვეულებრივი ცხონებულის იმიტომ რომ ფიფია იყო ის ვისაც მე ვთამაშობდი სხვათა შორის ხო და მე არ ვიყავი ის ვისაც ვთამაშობდი და ფიფია ნახდათ ეგეთი იყო და ესეთი როლი ეს უკვე ლანას დამსახურებაა ღოღობერიძის იმიტომ რომ ფიფიაში და ეს ნაღლიანი ალპაჩინოს თვალები დაინახა თუ რაც იყო და აი ესეთი რამე გააკეთებინა, იმიტომ რომ ძალიან კარგია ეგ და დოდო აბაშიძე, ნუ საერთოდ კარგი ფილმია რა. ფილმი ხო, აი ბოლოს უკვე მომწონდა, ადრე არ მომწონდა. და კიდე გაგიშვეს ამის გამო რომ ამ ფილმი დაამთავრე და ისევ ვერ დაგიცვა, ვერც მიშამ, ვერაფერი, რამე აკეთე კიდე რა. მიშა საერთოდ არ მოვიდა. შენ დროს საერთოდ ძალიან სიმკაცრე იყო. ძალიან. ჩვენ კიდე უკვე მოსაბნო. ნუგზარ ბაგრატიონმა ცხონებულმა ბიჭო კინოს გულისთვის გაგდებენო და წადიო რა მოსკოვში გიგშიო და დახედი და გერასიმ რა მომცა იცი?
წასაკითხი ხო არის ლექსი, ნუ პუშკინი მიყვარდა და ვიცოდი კარგად და პატარა ლექსი იყო პუშკინის და მომცა პროზაში, ნუგზარ ბაგრატიონმა მომცა ბეთჰოვენის завещание Бетховена. რა ქვია завещание? ანდერძი. ბეთჰოვენის ანდერძი. აი ამას ვკითხულობდი და გერასიმოვთან მოვხვდი, ესე გამიმართლა და გერასიმოვი ქართველებთან ძალიან კარგად იყო, ახლა მიშა ჭეურელი, სოფიკო, ვერიკო და ნუ ძალიან ახლო. და რუსული კარგად იცოდი უკვე. კი, ბებია პოლონელი. პრინციპში, კი ბატონო. ქართული ვიცოდი სულდად, კაცო, პირველ კლასში რომ მიმიყვანეს. და იქ მეტყველება ახლა რუსული იყო სამსახიობოზე. ხო და ძალიან კაი ის იყო სწავლების მეთოდები რაღა დაგიმალო. გერასიმოვი და მაკაროვა და ეგ ხომ არა, მეტყველება მაღალ დონეზე, სიმღერა, ცეკვა, ცხენი ხმალი, რა ვიცი ხო. ფარიკაობა და მოძრაობა და და ისაგო ბასეინი და რო არ ჩაგებარებინა ეს ყველაფერი მოკლედ იქ დაამთავრე ფორმაში ვიყავი ძალიან მაგრამ ხო იქ დავამთავრე დიპლომი ვიყო მაგბეტი და ტარტიუფი ვითამაშე და რუსულად აი ცოტა რთულია ეხა სცენაზე რუსულად ეხლა გამიჭირდა მაშინ არ მიჭირდა მოკლედ დავამთავრე ისა თან შემოთავაზებაც იქნებოდა უეჭველი დარჩენასთან იყო დაკავშირებით. ხო. როგორ არ იქნებოდა? იყო. შენ ძალიან ნამეტანი თავმჯდომარე კაცი ხარ. არა ბატონო რა. აი ნამეტანი, ნამეტანი გეუბნები. არა იყო, მაგრამ ბიჭო მე აი მანიაკი ვარ რა, არ შემიძლია მე სახში უნდა ვცხოვრობდე რა. ხო, მესმის გასაგები, ჩემთვის ძალიან ადვილად გასაგები. დავქნა თორე მერეც იყო რაღაც შემოთავაზებული. კი ბატონო, კი, გასო რა ვიცი. ხო და ჩამოვედი. ნოსტალგია ქვია მაგას სახელად. ხო, მოკლედ და კონკრეტულად. დამირე კერძი მითხრეს რომ ისა რა, ჩვენო ადგილიო შენახული გვაქვს შენთვისო და თეატრს ნითო. კაკრას ის დრო. და ერთად იმ ჯგუფთან რომელთანაც საიდანაც გამიშვეს იმ ჯგუფთან ერთად ვინ არის ეს პაატა მურმანი ბარათაშვილი? პაატა მურმანჯინორია პაატა ბარათაშვილი ლაურა რეხვიაშვილი ზია არაბული კი ბატონო. ნუ კუშტული რეზო იმნაიშვილი კი ბატონო. კიდე ბევრი დარეჯან ჯოჯოა ვინმე გამომჩ ხაჩიძე და ნუ მოკლედ აი ეს ჯგუფი და ნუ შეუდექით შენებას. და მაგლა შეუდექით ძალიან. აი ძალიან სერიოზულად. არა, იცი რა მიკვირდა და რა იყო? ბედნიერება რა მსახიობისთვის გეფიცები რომ კვირაში თამაშობ იმას რა ქვია, ბაკულას ღორებს დაუშვათ. მოუნდა რა მიყოლებით თუ როგორ არის ბაკულას ღორებს მეორე დღეს საქმეს სადაც აი ძალიან გამომივიდა თუ ამბობდნენ თუ რა სუხოვო კაბილინის ნუ მიშას სპექტაკლი კი ბატონო საქმეს მერე ჩვენ პატარა ქალაქს და მერე დონ ჟუანს ნუ ახლა ესეთი ისა გესმის რას ლაპარაკობ აჟიტირებული და გაგიჟებული დავდიოდი ბიჭო ჩემი პატარა ქალაქი რომ ნახე ხო ახლა დავდიოდი როგორ იცი აი თან როგორ მოხდა იცი ეს თორთონუ ელდერის პიესა წავიკითხე ისე მე წავიკითხე რეზო გაბრიაძეს არა ეს ცალკე ამბავი გადმოქუთაისურება არა თითქოს არავის არ დაუწერია მაგის გენიოსი ჩაულებრივი გენიოსი თან იგი დაიწერა მე როგორც ვიცი ეროსი მანჯგალაძეზე და ეროსი გარდაიცვალა ეროსი ათარგმნინა და ივან კი არ გადათარგმნა ივან გახარი დაწერა დაბადაც აი ისევდა რაც იქ თორთოლო აიდერთან ის დატოვა ის ყველაფერი დატოვებულია უყოდ ქუთაისში ხდება აი ეგ არის გენიოსი რა ადამიანი არა ნუ გაბრიაძე ათუნა მაგას თან მოვიდა და ნახა და ნუ მოწონდა ის მე ვთამაშობდი კალათბურთელს თვით მკვლელს ლოტს გენიალურად რას ლაპარაკობ აი იყო ძალიან რაღაც არაჩვეულებრივი და ეროსი ვერ მოესწრო ამ ამბავს ეროსი მე მომიკვდა თვალწინ სახში მაგასთან თავის ტანგოვის ძალიან აღარ იყო ტანგო ხო და მე რეზო ორი იმნაიშვილი ცხონებული და მეორე რეზო თამაშობდნენ ნარც ეროსი იაიშინცას აკეთებდა იშნიცა ლიმონ რაღაცა ფერმზიმე ძოლი მყავდა და დამირეკა რომ რაღაც ამტკივდაო და მე ვთხარ ბატონერისი ვერ დავრჩები მეთქი აი ზოგადად ლიმონ თან ერბო კვერცხს აკეთებს და წადი კაცო აბარა და წავედი
შევედი სახში, გაფიტრებული ფეხმძიმე ცოლი მხდება. მეუბნება ეხლა შენ არ გადაირიო რა იყო? ეროსი აღარ არისო. რა არ არის მე ვთქვი გოგო გიჟი ხარ აღარ იქიდან მოვდივართ. ხო, აი რეზომ დარეკავა ივნაიშვილმა რომ ზურა გავიდეო, კარები მოიხურაო და ბრახ ხმა გავიგეთო და სამზარეულოში დაეცა. გულით ეგრევე რა. ახსოვს გასვენება და არ დაუჯერე. ჩავარდი, ჩავხტი მანქანაში, გავარდი გიჟივით და აი მახსოვს ედიშერ მაღალაში რაღაც ბუნტყლიან რაღაც იმის გლის ქურქში თუ რაღაც ჩარა მიდიოდა მივხვდი რომ მართალია. ხალხი მიდიოდა სახლში. თადი ვაკეში იქ ცხოვრობდა ბიშათუმას ესილია ზაკაიშვილი. ის კორპუსი რა. რა მინდა იცი სალამ გავაგზავნებდით ლაპარაკს. ინსტიტუტში აქ რო იყავი, ის როდის იყო, აქ კვაშარი მყავდა და ილაპარაკა ამ თემაზე. რო უბერავდით, ანსამბლი რო ქონდა. ჯეჯილი, ხო. ეს დედაჩემის გადარჩენილები ვართ, იმიტომ რომ ხო. ეს რომელია? ეს პირველ განიცხვამდი? ხონებული თემური აგვარი. პირველ განიცხვამდია თუ მეორე განიცხვამდე, მაგი? ეხა მაგდენს მომთხოვე ხომ სკლეროზი მაქვს კაცო. არა, გეტყვი ახლა. არა, პირველ კურსზე იყო, იმიტომ რომ ჩვენ პაჟებს თამაშობდით, მახსოვს დონ კარლოსში. ხო. ვასო გოზიაშვილი, მე ფეხი მოვიტეხე და პრემიერაზე არ ვიყავი და განვიცდიდი. პაჟებს თამაშობდით რა, პირველ კურსზე მასოვკაში. და ვასო ბაჟანიშვილში. ხო, ცუდად ხდება ვასო და ესე და ჩვენ ზემოდან ვადგებით და რაიმე თუ რაღაცა და უსმად ვასო. ვა ეს ვირიშვილი ზაქარი? აიმე. ჩემზე თუ ეს ვირიშვილი ზაქარი. ასოზე. გადიალური რამეები იცი. არა, ძალიან არტისტი. ეროსი ვერ მოესწრო, მაგრამ გოგი გეგეჭკორმა ისე გამისწორა, ასე ვთქვათ რა, მოდიში ამ სიტყვაზე. იმიტომ რომ ნუ ჯერ ხო არაჩვეულებრივი არტისტი და მე აიღო თავის თავზე ეროსის მაგივრად ეროსი არ არის და მიშა მთხოვა და ნუ ისეთი პარტნიორი იყო და ძალიან მაგარი იყო. ძალიან აუცარი ხალხი იყო. ვარშე თაობა იყო. რა სპექტაკლი იყო, რა დოჟუანი რა იყო. ამას შეგვაზე აი არ ვიცი, ეგეთები არ მეორდება. ეგ არის კაი რომ მეორება არ არის. სხვანაირები მოდიან, გადასარევი ბავშვები მოდიან, მაგრამ ესეთი ვერ იქნება. ნუ რამაზე არ ჩერდებოდა ხო აი იუმორის აი არ ქონდა. არა ბიჭო, რამაზე რა შვებოდა იცი? მაგიდის ქვეშ რო გდიხარ და ტირი ხარ. კიდე შუ იქ ჩამოდიოდა და კონტროლდას გაძლევდა. ბრიდავდა, ნუ აი მე მაგაზე მთელი ისტორიები მაქვს. იბატონო კი რა. გაერთით ხوار გაიხსენებ რა. არა, ნუ მე ყველა მიცის უკვე მე რამდენად მოვყვე კაცო. ის არის რა ქვია. ოკეი რა. ამხანაგ სტალინის მოგზაურობა აფრიკაშია, ესეთი რატომღაც ესეთი ფილმი იყო. საზიარო. კვირიკაძე, ხო. რას მეუბნები? ნანა ჯორჯაძე კვირიკაძე არ არისო? კი. ხო. მაგრამ აი საერთოდ პირველად მე ჟანრი, ხო, ნუ მე ჟანრი ლოლაშვილი კგბ-შნიკებს ვთამაშობთ 53 წელია და იმა დუბლიკატს ვეძებთ რა. რა ქვია მაგას? დუბლიკატს კი არა. მე ორეულს ვეძებთ სტალინის. აჰა. და ებრაელი კაცი მუშაობს ბორჯომის ჩამომსხმელ იმაში, ქარხანაში. რამაზ ჭიკვაძე. და იპოვიან ამას და ამისგან აკეთებენ სტალინს. აუ დედასპიცა პირველად მესმის. უნდა მივიდე, არ იქნება YouTube რაღაცა. უნდა იყოს. უნდა აუკრიბო, რა ქვია? ამხანაგ სტალინის მოგზაურობა აფრიკაში. აუ, ჩემთან აფსიგზე სათაურია. ეგეთი რამე გაგია? და იქ ვართ, იმაში ლიბანში ვიღებთ. აი ბორჯომის და ბაკურიანის შუაში ლიბანი. ხო. და ის არის, რა ქვია, გადასარევი კოტეჯებია და ეს ის ხო არ არის ქუცრო კაკაია გალავა ტიპს არა მე მგონი ეგ არ არის რამაზი რო ეუნება პატარათა ეგ არ არის ალბათ არა ქუდის კერავი ხო არ არის ბრამაზი ამ ქუდების კერავი არა ბორჯომის ქარხანაში მუშაობს ქარხანაში ხო ეს ეგ არა ხო და მოკლედ მე ცოტა გვიან ჩავედი და ნუ არავის და რამაზი წამოდი შემთან თან მეზობელია თან ახლობელია თან ეს არის და ნუ ერთად მანსარდაში ცხოვრობთ პირველი დილა. ნუ ეხლა ძალიან ცივა იქ და პაჭტანიკები ბოდიში და ისინი გვაცვია რა ესე და
ბიჭო დგება რა მას ყოველ დილით მაგას ხო წიკები ქონდა აღებს ფანჯარას იქ მთებია რა დგება ეს პიონერის პოზაში და ხმამაღლა იძახის ნახუй იძახის მთები ნახуй მთები кричали возбуждённые октябрята აი პიანერი აი რა ბიჭო ვიფიქრე ჩემ ხელში დაგიჯდა ეს კაცი რა ჭირდა თან კაცო რაღაცა აცვია ისეთი აი ქარხნის შეკერილი რო არ არის ხელით გაკეთებული როა აი ჩარლი ჩაპლინის რო შია გახსოვს რაღაცა ხო ხათამი რო ელანდება სალიფეხი რო ახვეულია ხო ის ბებერი კაცი როა დიდი და ბიჭო აი ეს რამე აცვია რა ნიფხავი ზემოდან ო ნიფხავიც არ არის რაღაცა გაუგებარი რა რუსებს რო ეს ხო და აი დოსტი უცბად ვეუნები ბატონ რამაზ ეს რა არის მეთქი რაღაც ნატაშამ შემიკერა ნატაშამ უიმე მე ვთხარი სასიამ ყვერები არ გაგიციმდესო ყვერები ავაზი და ბიჭო ლელა ჩამ ავსტრალიაში მივდიოდი გასტროლებზე და ლელა მომენატრაოთ რაღაცა ჩამოვიდა ჩვენთან და იქ რაღაცა პატარა ჩხუბი მოხდა რაღაცა და მოკლედ ნასვამები ვართ და დამიმალეს გასაღები მანქანის სადმა გავუშვი ტრალი კაცი იგინება ყვირის წივის ის იკტირის იგაზესა და მოკლედ ძალიან გავგიჟდი და ამ თოლში ვეძებ ამ გასაღებს თუ რაღაცას და უცბად იღება ეს ჩვენი ფორტოჩკა ეს ბუნტყლიანი ტრუსიკი დგას დრამაში დაკარგეთ რამე ბატონო ზურა ისიკიდან მე ხო დაკარგეთ რა დაკარგეთ ბატონო ზურა რისი გასაღები დაკარგეთ ბატონო მანქანის კი არა პროჯის გასაღები დაკარგული აბა ეთრეზე ეგრევე ავედი რა დავიძინე იქ პირველზე ცხოვრობ არა ზემო მასარდაში და დილა ბიჭო და ვფიქრობ ნუ ნეტა მიწა გამისკდეს და ეხლა აქ არ გავიღვიძო და ამ კაც თვალებში ჩავხედო რა ნუ წუხანდელი ნახნარი გაქვს ფაქტიურად და ხო ამან ეს იყვირა უკვე ნახუй ყველაფერი ჩაატარა და ბიჭო ნუ ხო უნდა გავიღვიძო ეხლა საწავიდე ხო ვერ გადმოვხდები იქიდან და გავიღვიძე და მე ვთქვი ვაიმე ბატონო რამას მაპატიეთ რა აი გუშინ ისეთი არა კაცო ეგარაფერი ეგარ მაგრამ ერთი შეკითხვა მაქვს ბატონო ზურაზე დიახ ისმენთ მე ვთქვი კაცო თქვენ რო სვავთ მე აღარა ფსავთ რა იყო შემირიშვილო გადაგდგიო გუშინ რა და შენ რა მაინტერესებს ეხლა მოსკოვიდან დაიწყო გასაგებია იქ ეხლა იმით მინდა მივყე რაღაცები მინდა და კიდე ნეტა შენ აური დაური ხო აური დაურიოთ მაგრამ ისა ეხლა დედასთან ურთიერთობა ლენასთან აი მაინტერესებს რომ ხაბატონ ლენასთან აი ქონდა რა მე ისეთი რომ გეუბნებოდა რომ ეს ვარგა ეს არ ვარგა ესე ჯობია რამე ბიჭო მე მქონდა მე ვიყავი მაგის კრიტიკოსი მოწონები ხარ გუთქვია შენთვის რომ კაი ბიჭი ხარ აი რომ რა იმაში საქმე რო ნახა რომ უცბად სახასიათო როლი რომელშიც ცეკვა უმღერი ვარ ვირთხას თამაშობდი ხო ამ საქმეში მოეწონა საქმე და მოეწონა თემური ჩხეიძე ხო მეორე მამა მყავდა ეგ ეს მამა რო გააკეთა კი ბატონო ვიდანახი მამა აიქ ლენამ და ლექსოთორაძის ასათიანის ქალი გენიალური ქალი მოვიდა და ძალიან ის კრიტიკული ქალია და ძლივს თეატრში მოხდიო რა ეს მითხრა და ეს იყო ყველაზე დიდი ქათინაურიც და შეფასებაც და რა ვიცი და რა მაინტერესებს სახე ერთი ყავს ძალიან არაჩვეულებრივი ადამიანი შენ ყავს უბრალოდ უახლოველია რა ეხლა მეგობრებთან დაკავშირებით და ვილაპარაკო და ამით მინდა დავიწყო ეს არაჩვეულებრივი ექიმი სანდრო ჩეინაშვილი და რა მითხრა იცი რომ არ უთხრაო სანამ შეხვალთო და მოგლოდნელი იყოს თუ კითხეო რა კაციაო ეგო აი რა კაცია სანდრო ჩეინაშვილი კომპლექს თლის ჩერში კიდევს აი მითხრა ექიმი რო გენიოსია და ძალიან მაგარი და ეხლა ყველას არა ძმარი ოჯახის წევრებს რო დაჭირდებათ მაგასთან უშვებ რა ვაიმე უანგაროთ ყველას აი ყურადღებიანია ეხლა გიორგა აი გორში გონდა გუშინ სპექტაკლი ხო ძალიან კარგად წავიდა ბავშვობიდან მოდიხართ ერთად ანუ ბავშვობიდან როგორ ახალგაზრდობიდან ყოველ შემთხვევაში ყუფუნიამ გამაცნო ეგ მე მახსოვს ახალგაზრდები ვიყავით
ოთარა ყუფუნია. ვიცი კაცო. ხო და ბიჭო დავზვაკაცდი ძალიან ახლო. რაღაცა ჩემნაირი ტიპი ნახე თუ ახვარი რაღაცა რომ ძალიან ახლობელია რა. კი ბატონო, კი. მაგრამ ეს ფეგმურთი რო ყარებია, ეგ არ ვიცოდი ნამდვილად. რას ლაპარაკობ სერიოზულად? ხო და თურმე კაცო მანიაკია კაცო ჩემსავით. ტელევიზორში თავს დანახი კაცო ეძახიან და არჩევინებენ და აბარა კაცო ეგ არ ვიცოდი მე რა ნამდვილად ჩემთან არ უთქვია რა თან ქართული ფეგმურთი იცის ზეპირად იცის ყველა ვინ რომელი ფეხით შეაგდო ვინ რა გიჟია რა თან მამაჩემის მეგობარი ყოფილა მამამისი კომპოზიტორი იყო მამამისი და ადასარევი და ძმაც კომპოზიტორი სამწუხაროდ ახალგაზრდა წავიდა და განიცდი და არა რა არის ყურადღებიანი კაცია ნიჭიერი ტიპია ძალიან კარგად უკრავს მღერის თამდაბალია კი ბატონო და ნუ გადაყვება თან პროს ძალიან გამხდარია და სულ ყველა იკითხება რა იყო რა გჭირს თუ რა არაფერი არ მჭირს და გავსინჯე არაფერი არ რო გამხდარი ვიღაცა გამხდარია ვიღაცა მსუქადია აი იყო გამხდარობა არა ძალიან კაი ვიღაცაა რა გაუმარჯოს საერთოდ გენაცვალე აქიდან აი გენაცვალება შესაძლოა მართლა ვენაცვალე რა ძალიან კაი ვიღაცა ეხლა უბედნიერესი ხარ ეხლა მე მაპატი უნდა გაგაწყობ სანდროზე არ დამავიწყდეს თან როგორი თეატრალია იცი ხო ნუ გიჟი რა აი იყო ესეთი შემთხვევა დოისთან ვაკეთებდი სირანო დე ბერჟერაკს და 4 პრაგონზე იყო სანდრიკა 4 პრაგონს რა გაჩვენებს რა თან ჭკლინტი რვარი პირველი მეორე მესამე მეოთხე და ტიპი შეშლილი მოვიდა ეს არ უნდა და მოხდა ისე რომ ვეღარ გავაგრძელეთ ვერ დავამთავრეთ და არ მელაპარაკებოდა თომ კლავდა ლელასთან ერთად დეიდა ჩემებთან ჩემი ძაღლით გადასახლდი. ექიმილოა მაგიტომ ხვალიყო 4 თითზე გახსნის აბო. არა, ნუ გაგიჟდა რომ როგორ ეგეთი ნამუშევრის გადაგდებაო შეიძლება. ეთყობა ინტელექტი და ყველაფერი ეთყობა კაცს. ხო და არა, ძალიან თეატრალია ეს. მე რაღაცა სულ 1-2 წელიწადია გავიცანი და არა, სასწავლებელი დავაკეთე საშენ. ეხლა გიორგის აი გორში მეთქი რომ მე მოვკიდოთ ერთი ხელი მაკაც და ჩამოვიძდეთ რაღაცა. და აი გორელებთან უნდა გვეთამაშა ცოტა ადრე ერთი 2 კვირის წინ თუ 1 თვის წინ და გუშინ ითამაშე. გუშინ. ხო და ჩემ შვილს გაუკეთა სანდრომ ოპერაცია ფეხის გულიდან აი ესეთი რაღაცა ამოაჭრა ბიჭო. მოხსენით სპექტაკლი, იმიტომ რომ ვერ დადიოდა 8 ნაკერი ედო და ფეხის გულით თული ამბავია და ხო და აი ეს ნუ ან როგორ მოუარა ან როგორ მე გამომიყვანაო კოშმარულ ფულებში ნუ გამომაძვრინა ასე ვთქვი. არა ძალიან ყურადღებიანი. ყველა არ ჩამომიგდია მაკასთან დაკავშირებით. არა ეგ არა ჩვეულებრივია. ეხლა მე მაინტერესებს ის რომ შენ გუშინ იყავი გორში. ო რა სიტყვი გორთან დაკავშირებით? ვაიმე. პატარა გორი დიდია თუ? კი, დიდი цаრი და ისეთი მაყურებელი ყავთ და ისე წავიდა სპექტაკლი, არ ვიცი, ძალიან კარგად წავიდა. რა ხო მეფელირი გოგოჩაკარი ვითამაშეთ. ხო და ნუ დაინგრა იქაურობა, ნუ ძალიან კარგი იყო რა. მაგრამ მე არც გამკვირვებია ეხლა გორში. მე გავიდა, არა, მე ყოველთვის მიკვირს, იმიტომ რომ ყოველთვის ერთნაირად არ მიდის. მოგეხსენება. ხანესია, მაგრამ რაღაც პლანკა მაინც გვიჭირავს, გესმის და გუშინ ამეტანი გავცოფთით და ეს ხალხიც ისეთი სწორი მაყურებელი ხო არის ეს სწორი აი მართალი მაყურებელიო რა. არაჩვეულებრივი მაყურებელი იყო და დილის 5-ზე ჩამოვედი. დილის 5-ზე გადაიზარდა მე ეს ღვინიზიებაში. მე ღვინიზიებაში გადაიზარდა. მართალია დიდი არაფერი დამილევია, მე ვეღარ ავსვავ და პივას ვსვავ მარტო, მაგრამ ღვინო იყო რაღაც ზღაპარი 1-2 ჭიქა დავლიე. მაგრამ ნუ არ გვიშვებდნენ გესმის უნდათ ურთიერთობა და მართლა არაფერი გასაკვირი არ არის ხალხი და მეფელირის დაკარი ჩემო ძმაო აგერთან ახლა როგორ გითხრა მაგრამ მე არ ვი მეფელირი თქოს რაღაც აი ეგრე ამბობენ და არ არის ეგრე როგორ დონ ჟუანა თამაშები მაგ ეხლა მეფელირი ვითამაშე სომორჩასი არაფერი არ გეთხოვა მორჩა ბაზარა კონჩი არა გენაცვალე ჯერ სად არის ჯერ კიდევ შორს არის ეგ ამბავი მოდი ახლა ამიდა იცი რომ გითხრა რომ აი არსებობს ეხლა აი როლები თუ ქონია ისეთი რომ აი რაღაცნაირად შექცვალა აი რაღაცნაირად აი
გამოკვეთილი იყო შენ ცხოვრებაში იმ პერიოდში როცა აკეთებ ნუ ეს მეფელირი ეხა ყველა ვარიანტია ალბათ როცა აკეთებ იმ პერიოდში ცვალებადობა ხდება ორგანიზმში ესმის ფსიქიკაში გემოვნებაში ეჭვებში სულ რაღაც ეჭვებში ხარ და არ გამოდის როგორ აქედან იქიდან ხო ნუ ჩემზე კარგად იცი ეს ტანჯვა რას ნიშნავს სასიამოვნო ტანჯვა ეს მსახიობებზეა ლაპარაკი აუგუსტად მინდა მოყოლე შენ და იმ მსახიობებზეა ლაპარაკი თორე ვისulis იმ ხალხს გონია ყველაფერი გამოზდით ბიჭო არა გამოზდით ეჭვი არ ეპარებათ რომ გენიოსები არიან ბიჭო რას ლაპარაკობ იმდენი არტისტი ვიცი ეგეთი რომ აი გენიოსია გაბარა დამთავრებული ამბავია იქ რა გენიოსები უბრალოდ იმ მუშაობის დროს იცვლები ნამდვილად რა რაღაც არ ვიცი როგორ ზუსტად არც გამიკონტროლებია ეხა ესე რომ აი მე ხარ ამ იქნა ამ როლმა როგორ შემცვალა როგორ გადმომცვალა არა მაყურებლის შეფასებიდან გამომდინარე გრძნობ გამოგივიდა თუ არ გამოგივიდა რა თქმა უნდა აი მაყურებელი არის ლაკმუსი რა ესმის აი იმისი იქიდან გამომდინარე შეგიძლია იმსჯელო შენივე სამუშაოზე ცოტა მურტალია ახლა შენ რო შიგნით ახარ როგორ უნდა შეაფასო ის კარგად ობიექტურად ასე სულ ეხა ხალხს უყარ ხარ სიგიჟემდე არ უნდა ეხა ამას ლაპარაკი და არ ვფიქრება გასაგებია და ეხა თან არის რატო იცი რომ აქ ეხა შენ გავლილი გაქვს როგორი გზა იცი ზურა როგორც მსახიობს ხო ნუ როგორც პროფესიონალს ნუ მიღებული გაქვს განათლება პროფესიული წიგნი ხო წაკითხული გაქვს ნუ ფაქტურა გაქვს ხმა გაქვს ყველაფერი გაქვს ბავშვებს ღმერთმა ხო თან კიდე ნაცხოვრები ხარ ქუჩუ ქალაქურად ლოთურად ხოშიანად ისე აი გარუჩი აი ყველანაირად რა და აი ეს ცხოვრება გამოვლილი ეს ყველაფერს ამას ხედავს ხალხი რა და ესეთი ენერგია კიდე ამხელა ენერგიას აძლევ ადამიანებს და კიდე ბოლოში კიდე შეგიძლია და იძახი რომ დაუბერდიო ამაზე გიждები რადაერად დაბერდის პასპორტში ჩაიხედე ხო პასპორტში ხო ნახა მე რო ვიხედები მაგას მე ვიხედები ხომ ხა პასპორტში გასაგებია შენ ხარ ახლა ცოტა უთელი ჩემზე უფროსი და ბევრად არა არაც იცი არაფერი უკვე 60 წელს რო გადაცდები უკვე თები რა არის იმენი რა ხო მაგრამ ვერ დამეწევი მაინც გესმის შანსი არ არის დაწევ უკვე ჩემზე პატარა მგონი ხარ ეხლა რასაც აი როგორ გითხრა ეხლა გუში გორში დილის 5 საათზე შემოკარგოთ მობზანდის სახში ლუდი მიირთვი თუ რა მიირთვი მაგას დამნიშნულობა გვინოდალიე გაათენე მეფელირი ითამაშე ბიჭო თან მეფელირი ბიჭო სერგო ზაქარიაძე ვერ ითამაშა ძმო ეგრე არ არის სერგო ზაქარიაძე მაგრა ჩაიკაკაო მითხრეს მეფელირში საერთოდ არ ვიცი ეგრეა ბუნო თეატ მე არ ვიცი საიდან ეხა მაგრამ ნუ სერგო ზაქარიაძე რო ხარ არ არის გაუცუდდა რა ეგ როლი რა ეგ ბოდიშს ვიხდი ეგ რეჟისორის დამსახურებაა არ შეიძლება მეფელირი უნდა ყავდეს და რაზე ლაპარაკი მაგრამ იქ როგორც ფეხბურთში მარტო კაცი ვერაფერს ვერ იზრავს კი ბატონო კი პასები უნდა ის პასები უნდა იყოს ხარისხიანი. მე შენ აგერ გქონდა რამაში ყვადეს დათამაშები. შვედური სპექტაკლი იყო, ცოტა რთული იყო. არაფერი მსგავსება. ხო შეიძლება რაღაცა პატარა წახვიდი. ბაბ, აი ვერ ითქვა რა, რომ ნანახი გაქვა. ნანახი მეგონა რომ არ ქონდა რა, აი ხა როგორ გეკაი. ნანახი როგორ არა. ხო, როგორ არა გაქვს, კაცო, ვის არა აქვს. მაგრამ ნუ აი რაღაცეებში ვერ ვეთანხმები რა ვქნა, როგორც ამ ხრივ. მაგრამ აი ზურა გეწაძემ დამსახურებაა ეს გესმის და ჩემი შვილი სხვა შორის რომ გამიხურეს საქმე რომ აქედან მომიდგნა მე ვთხარი რა მეფელირი თქვენებს ლაპარაკო რა შუაში ვარ მე მე და მეფელირი აშუაში ვარ კაცო არა მართლა თითქოს დონ ჟუანში კიდე მესმის და ეხა მეფელირი მე რა შუაში ვარ და მოკლედ შუაში კი არა თავში ხარო და აი გავაკეთეთ რა და ის ბავშვები ვინც მყავს გარშემო ისე მეხმარებიან და ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით უბრალოდ გესმის აი ამას გძნობ მე რომ სპექტაკლი პატა ბარათაშვილმა მითხრეს კაცო ნუ კარგი ხარო რაღაცა ნუ შემაქო თუ რაღაც მაგრამ ბიჭო სპექტაკლი მომეწონაო გაიგე მთლიანად კი ბატონო კი აი მაგალითად შოტიკო
გურჯიძე ბიჭო ფანტასტიკა ისეთი დეკორაცია გააკეთა რომ ორი ბამბუკისგან გააკეთა გოტიკის სტილი რაღაცა რა არის დეკორაცია როცა მუშაობს იმ საქმისთვის პროსტა კი არ დგას რომ აი რა ამაზი დეკორაცია გააკეთა კოსტუმები მე მაინდა-მაინც ყველა არ მომწონს ნუ ეს ჩემი სუბიექტური აზრი მაგრამ ეს სწორად რომ მუშაობდეს დეკორაცია საოცრება მართლა ძალიან არა უიჭირებს ხატვარი მაგარი თეატრის ხატვარი მაგრამ ეს ყველაფერი მაინც ზურას დამსახურებაა ესმის იმან შემოიკრიფა ეს ხალხი შემოგვიკრიფა კი ბატონო 22 კომპლიმენტები თუ გაგიგია ეხა შენზე აი რაღაცა რომელიც ვერ გაი რატო რისმის აი ყველა თაობის ხალხს უყარ ხარ ეხა შენ არ არის რომ ხა ჩვენი თაობა ხო თავის თავად ხადია ეხა მაგრამ ახალგაზრდებსაც იმიტომ რომ აი მეც ახლა რომ დავასახელე რომ თქვი რომ ეგრე გაქნა ცხოვრებით ხო რა გარეთ ის 90-იან წლებში ვიში შეცდომების მეტი რა იყო და კი ბატონო აი დედას მეტი რა იყო და ტირილები წივილები და ეს თემურაზე ვერ დავამთავრე ეს თემურ ჩიხლაძე საწყალი მღვდელი რომ დახვრიტეს თვითმფრინავის ბიჭი მაშინ იყო ხიპი და ხიპები გაგვხდა ჩვენს ხიპები რო არ ყოფილიყავით ლენამ რო უკრავდით მე ნუგზარ ყვაშალი გია ეძგვერაძე და მამუკა დუმბაძე წაგვიყვანა მარჯანიშვილის თეატრში დაგვარქვეს ჯეჯილი და ჩავგაცვეს ჯეჯილი ვინა რა ბამ ჯეჯილი ნუ აი ჯეჯილი ახალგაზრდები პატარები ვართ რა ხო გასაგებია მოვიარეთ მთელი საქართველო ბიჭო რა კონცერტები ქონდა და ეს დრამი რატო დრამზე რატო უკრავდი დრამზე რა აი რატო გევასა დრამი ხო ვიცი ბასზეც უკრავდი ცოტას მაგრამ დრამი უფრო მიყვარდა რა რომის დაიწყო ტანცპლანტაციაზე უკრავ რომ მიხვედი იცოდი კი კაცო კი სახში გქონდა კი დეიდა ჩემებს ვაყიდირე რაღაცა ჩეხური უსტანოვკა და ტვინი გაბული ხელფასი და მეზობლები კიოდნენ ავა თან მარტო ის ტროიკა კი არ მქონდა რაბოჩი თებში და ჩარსტონგა ხო გლიანად და სახში აბა აუ ბიჭო აბა არა და რა დრო იყო არ გიჩივლეს ეხა ეგ რო გააკეთო კაცო თან ისეთი ვიღაცები ცხოვრობდნენ როგორ მიჩივლეს კი არა როგორ დამიჭირეს საერთოდ არა ბიჭო აი ყველაფერი ხოიცი გაგონდება კარგი ხო და აი რომ შენ რომ მკითხე ხა რომ აი ბავშვობაო ახალგაზრდობაო აი მე არ შემიძლია ბედნიერი ბავშვობა მქონდა და ბედნიერი ახალგაზრდობა რა. კი ბატონო. და ეხაც არ უჩივი არაფერს, ერთადერთი ავათა მყავს ცოლი, ნერვებს მიშლის შვილი. და ეს მიშლის ნუ ნერვებს მიშლის შვილი ჩაულებრივი ამბავი არ არის პრობლემა. ნერვებს კი არ მიშლის, მაგრამ ესე უნდა იყოს. განერვიულებს. მამა და განერვიულებს. განერვიულებს თან ბიჭი. მაგრამ შვილიშვილები მყავს ხეცები. აი ზუსტად მაგ მდგომარეობაში ვარ მეც. აი მე ჯერ დიდები მყავს ნატალია და ნიკოლოზი დიდები არიან. დიდები იქნებიან. ალექსანდრე ვენაცვალე ვერ ხედავ ხშირად, აი ეგ არის საშინელი და ორი ჭიპინდროზა მყავს სახში 4-ის და 5-ის. რა სახელები დაარქვა ამ ჩემაშვილმა ხო იცი ერთს კოსმო ქვია და მეორეს ლუნა. კოსმოში ვართ რა. ხო და ეს კოსმონავტი არის ძალიან საძაგელი რა, ვოშ კრასნაკოჟი ხო გახსოვს? როგორ არ მაქვს. აი ეგეთია რა. მოგედრის. ეხა ნელ-ნელა წყნარდება სავით. მაგრამ ვერ ვაბავ. და ტიტველი ძაღლი რო ყავდა ის რაღაც ძაღლი რო ძაღლები არა? როგორ არა კაცო. ხო,ავს კიდე ეხლა მყავს 5 თვის კანი კორსო, კანი კორსო, შენ უძაღლო დიდხანს ვერ გაძლებ. მე არ შემიძლია გახდება 80 დასაფლავება. ხო. აი ეს მრიდავს რა და მეწყება გულის პრანჭვები და ნუ ძალიან ცუდად ხდები რა და ამიტომ გადავწყვიტე რომ აღარ მინდა, იმიტომ რომ ერთი 14 წელი მყავდა ბაგირა, ის გენიოსი მყავდა. მე მყავდა 6 წელი ბენო. ბენოს ვეძახდი, ცუდად მოიქცეოდა ბენო. თუ არ ისე იყო ბენ. ბენიტო. ბედი. ხო და იყო ბენოს ვეძახდი, როცა ჩაისვრიდა რა და ხო და ამ დასაფლავებებმა მომკლეს გესმის. ძაღლი რომ მიდის. ხო არა და თან არეშვები მოყავს და მოყავს. ის არის ოჯახის წევრია, ბავშვია, შვილია, რაც გინდა დაარქვი რა და აი ახლა მყავს 5 თვის აღღაც არაჩვეულდა. ხო, ერთი რამე უნდა ვთქვა, რომ ნაღდათ ეგრეა. აი როგორც ცადა დედამიწა. დედალი და მამალი. დედლები ჯობია 100 თავით.
ჭკუით, ყველა ცნობილი ამბავია. ყველა, ხო და მე ახალი კი არ გითქვია რა. ჩემ თავზე განვიცადე. ცნობილი დედალი საერთოდ ძაღლი არის უფრო ჭკვიანი. სასაული. ესეთი ვერი პარავს, ვერაფერი, ვაიმე, ეს რა მაიმუნი მყავს რო იცოდე რა. დედალი ბევრად ჭკვიანია. თან ძალიან ლამაზი ძაღლია და მეზობლები გიждები, კიდე მოიყვანე. ქალები ფიქრობენ რომ არა მარტო ძაღლებშია იქ, მაგრამ მე ძაღლებზე ვიცი. ჩვენ ძაღლებზე ცხენებსაც არ აუშავ. ხო, ცხენებსაც არ აუშავ. ხო იცი რატო კაბილა რატო ყავდათ კაბილები? ხო. მეომრებს. ხო, იმიტომ რომ ფისი გაჩერებული. ხო, რო არ გაჩერებული. რო არ გაჩერებული ხო. ხოძზე შევაში. ხოძზე შარდავს რა. რა მაინტერესებს ჩემო კარგო, ეხა ნუ ჯერ მე მინდა ლელას მოკითხვა უთვალო, იმიტომ რომ ჩვენ ერთ დროს სწავლობდით და ჯანმრთელობა მინდა უსურო ძალიან დიდი ხანი არ მინახე და დიდი პატივისცემა მეტყვას მიუხედავად ამისა, იმიტომ რომ რაღაც ჩემი ახალგაზრდობა და ჩვენ ერთად გაგვირიცხეს ინსტიტუტიდან ის კი არა. მინდოდა მეთქვა ერთად მე გარიცხულები ვართ, აბა ჩვენც გარიცხულები მე ჩხუბზე გამრიცხეს ოღონდ და იქ ოღონდ ერთად ვიყავით იმაზე რა ქვია. სასამართლო. ჯერო ლელა მოურჩეთო, იმიტომ რომ ეს დიდი ისტორია იყო ჩემი ჩეჩნების ჯგუფი იყო და ვიჩხუბე ცხრი რომ განგრეული კაზბიჩა იყო ტიპი და გამრიცხეს და მე აღმადგინეს ამ კაზბიჩამ კიდე კაი თვალი არ მომთხარა, ვიღაცას თვალი ამოთხარა, სტუდ ქალაქი რო იყო ვაკეში. ვიღაცა აფხაზს იმას თვალი ამოთხარა და ნუ ეხა მე ჩვენ აგრესორი იყო. აგრესორი იყო, მაგრამ ძალიან მაგრად გაილახა და თან მე უთხარით რომ არ შეიძლება ხვირი გაგიბუდა. ხვირი ესე ასე. არა, კი გიხდება. საკუთარ ცხირს უყურებ. გიხდება. დიდი ხანი უყურებ. გიხდება. ყველაფერი ესეთი არ ვარ გა. ესეთი უნდა იყოს. მოკლედ და ეს გაუშვეს, იმიტომ რომ რაღაცა არ დადიოდა. ხო, მაშინ რაღაცა მოდელები ერთ-ერთი პირველი მოდელი შვეიცარიაში ვიყავიოდა, ეხლა რა გინდათო ბიჭო, თქვენ ნორმალური ხარ. კარები მოუბრახუნა იქ ყველას კარგად. და პირადი ცხოვრება გიჟური მეც გამოვჩდი იქა და ნუ მოკლედ. ვენაცვალე მომიკითხე ძალიან და კარგად იქნება ყველაფერი დარწმუნებული ვარ. როგორ ფიქრობ ზურა, აი რაღაცა მსახიობებს ასე თქვი, ახალგაზრდა მსახიობებს. თქვა და წავედით ბოლოსკენ, იმიტომ რომ დრო აღარ აი მე რა არის იცი? აი რომ რა არის შენი ფორმულა, იყო კაი მსახიობი. რომ მე არა. ეს ეხლა ეგეთი სიტყვები არ მევას. არა ბატონო, არა რომ მეუბნებიან რომ აღარ მოდიან და როგორ არ ეხლა ჩემთვის ძალიან პატარაა, ეხლა უკვე ცნობილია იგივე დოისთან რო ვიყავი. ისეთი ბავშვები ვნახე. აი ხა გუშინ რომ მიშველეს იმაში მეფელში ახლები შემოვიდნენ 4-5 სულ სიტყვა როლი, მაგრამ რაღაცა სწორი მუხტი მოაქვს, გაიგე, იმ ახალგაზრდას. ისე რომ ძალიან კარგები არიან. აი ხა იგივე ის რა ქვია კაცო, დოის მსახიობია, არაჩვეულებრივი ბიჭია ეს. ვაიმე, კახა კახა ქვია? ის კიწურაშვილი. კიწურაშვილი. აი ნუ ფანტასტიკური არტისტია. ვნახე რა რაღაცა, სცენაზე ვერ მოიტყუები. კინოში კიდე მოგატყუებინებენ. აღარ არის ხო, ბიჭო, ჩვენ ეხლა უკვე აღარ არის პატარა, მაგრამ ეგ სულ პატარა მახსოვს. ო და მეც პატარა. ლევან ზაქარიაშვილის ფილმში იყო. დიახ ბატონო. ერთად თამაშობდით. დიახ ბატონო და იქიდან რო თვალი მოვკარი რა, ისეთი მოწონა, კიდე არიან ბავშვები მოდიან. მაგ ბავშვი აღარ არის. ჩვენ არ ვარგი ვართ. ნუ ჩემთვის ბავშვია რა. ხო, ნუ ეხლა ჩვენ არ ვარგი ვართ, მასწავლებლად ეგრე გამოდის ჯიგარო. როგორ შეიძლება მეტყველებას და იმას მოძრაობას და რაღაცებს, ცურვას და ცხენს და ფარიკაობას არ ასწავლიდნენ მსახიობებს, აბა რა უნდა ასწავლო, კაცო? აბა ისეთებს მეუნებიან გული მისკდება, მეთქი რა. საერთოდ აღარ დადიან სასწავლო მოძრაობა რა. დილის 9 საათზე ინსტიტუტში რო შევიდოდით, ბიჭო რა ამბავი იყო. 9 საათზე მოსკოვში ტივილი იყო, ბიჭო. ბალერუნის იმითი ვიდექის სტანოკთან, ბიჭო. აბა, მე აქ გეულები ზარეცკი. სანამტრიკო არ ჩაგვაცვა, მანამდე, თელ ჯგუფს არ დაუწერდი ის. რამდენ ადგილას დამიდგა, იცი, თეატრშიც, კინოშიც, ცეკვები და ხეცი იყო. კი, ეხლა საათი იყო ეგრე. არ გიწერდნენ ნიშანს, ვაჟი გამოგაგდებდნენ. ჯერ ეს ერთი მოხდა რა, აბა სხვა რა უნდა ისწავლო, რა რისთვის მოხვედი? აბა ნუ არიციან ზოგმა კიდე რატომ მოდის არიციან. ეხავს რა, ძალიან ცუდია. ხდება ხოლმე რა, ჩემო ზურა.
აი რა გითხრა? აი უღრმესი მადლობა მინდა გითხრა. კიდევ ერთხელ მინდა რომ გითხრა რომ აი რა ვიცი, მე ძალიან დიდი პატივისცემი თავი შენდაბი, ვიდრე რომ ვიცი მადლობა ღმერთს თუ შენაირი მე უფლებას მივცემ თავს რომ მეგობარი კაცი ხარ და ხო და შემოგეუბნება ამერიკა ვიხსენეთ მიშა გომიაშვილი, ნუ ეხლა მე ჩემი ჯგუფელი, მაგაც ცალკე ჩემი უბედურება მიშა რა 22 წელი მარტო ერთ სპექტაკლს თამაშობდი. და მე და ზულამ შენ ჯვარი გეწეროს კაცო მე და მიშამ პირველი სპექტაკლი მესამე კურსზე ერთად ვითამაშეს. ის მარკიზი იყო მე გრაფი სასტუმროს დიასახლის. ძალიან აი ისე მომიკლა გულიც და ეხაც ვერც ვიჯერებდა თუ დავიჯერებ 22 წელი ვთამაშობდით არც და დარწმუნებული ვარ დღემდე ვითამაშებდით მიშა რო არ ყოფილიყო. კი ბატონო, კი ბატონო, რო ყოფილიყო, კი ბატონო. იმიტომ რომ ბანდ ეხა მან შეყვანა, იყო რაღაც მცდელობა. რო სამი ახალგაზრდა რაღაცა. არა, ერთი ისეთი რამე მაკადრეს, ნუ გამასწრო ძლივს იქ ვიღაცამ რა. ვინ არ შეუძლია თუ და მიშა რო შეცვალ ხალხი თხოვლობს. კაი რა, იგივე არა. რა უნდა შევცვალოთ მე ვთქვი მიშა. რაღაცები არის შეუცვლელი არ არის არავინ. მე არ ვეთანხმები მაგას. ვაფშე არ ვეთანხმები. როგორ არის? აი ხა ბიჭო, კი შეცვლი, როგორ არ შეცვლი, მაგრამ არ უნდა იკადრო ეგა. ჯერეს ერთი. შეცვლი, მასე რამაზის არ იყოს ახლა, თავარია სცენაზე არ დაეჯახოს ორი მსახიობი ერთმანეთს და მაგი თუ ეხლა თავარია ორი მსახიობი თუ არ დაეჯახა ერთმანეთს და გაცდით კარგია მაშინ და ეხლა მასე არ არის ჩემო კარგი. თან მიყვებოდა რაღაცეებს. ფანტაზიური ხო გახსოვს როგორი იყო? მიყვებოდა როგორ დაარტყა ტიპს რომელსაც მიშა ქოლქიას დაარტყა და მიშა ქოლქია დააგდო. და ამან იმას დაარტყა და დააგდო. ნუ მიდო ეს ხო მე იძახდა რომ ეს კეშა სპარტონოვსკის ესე ლაპარაკობდა და ჩვენ დავწინოდით ბიჭო და ჩამოვიდა მეორე წელს და ჩამოვიდა და სპარტონოვსკის კისერზე აზის აი და გაგვაჩუბა სუყველა რა და სპარტონოვსკისა მეცან ახლა ერთად კი ახლა შენ მოხა იქ სწავლობდი რაღაცა მაგრამ გენიალური კაცი იყო აუ ხო შენ მარტო ეგენი რა ჩემო ო ბევრია და ახლა შენი თაობა შენ ახლა ისე თქვი რომ დროს პონჩი თორე ამდენს ვიტლიკი აუ არა თან რა არის იცი რომ ეხლა შენ ბიჭო შენი თაობის ყველა ეს აბდულოვები ეს ამბავი ეხლა აბდულოვი ჩემა ცოლმა მონათლა აქ აჰა ეგ და გინზბურგი იყვნენ ნათლიები კარგია ხო გინზბურგი უთხუზა მონათლა გინზბურგი და გინზბურგმა და ჩემა ლელამ მონათლეს საშა აბდულოვი აჰა იქ შენი თაობის ერთად წავიდით აბდულოვი და იანკოვსკი ერთად წავიდნენ იანკოვსკის ვიცნობდი კარგად და ძალიან მაგარი არა ვიცი ეხა უყარდი თან შეზეპატარებს ბეზრუკოვს იმათმა ეხა ხომ ნანახი მაგ როგორ წავიდნენ ბიჭო უცბად ბაღ ნუ უცებ აბა უცებ რა მაგასაც უყარდათ თან უყარდათ სმა ყველაფერი უყარდათ მარა ნუ ახლა ბევრს უყარს მარა ესე უცბად აი საშას ბიჭო რომ ვიცვლიდით რა მე ვთქარ ეს რაღაც ისინი ჩიპები ვით ქონდა ვენებზე ქონდა რაღაცები მიმაგრებული რაღაცა მოკლედ ავანტყოფობდა რა ხო ხმას არიღებდა პროსტა რა სამწუხაროა რა ღმერთმა გაანათლოთ ყველა ზურა ჩემო კარგო ვინც დავკარგე და ვინც ავიდა ჩემი და მაინც ვინც მოდის იმათ ვენაცვალე პატარებს და აბარა და წარმატებები უსურვოთ ჩემო კარგო რა და მადლობა მინდა აი იმითი რა ქვია აი ეს შეგედაცოლო ჩემი თავი რომ ეხა ღამენათები კაცი ჩემთან მოხვედი უღრმესი მადლობა შემოგეულო ჩემი თავი და შენი ძმა მონამორჩილი რა აგითხრა აი დაწვი ძმას მოგცემ დაწვი გეუნები მე შენ ისეთი ვინმე ხარ იალბუზზე წამოყვები მე რა ეს ღამენათების ზედა რო უღრმესი მადლობა ზურა დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და მადლობა მაყურებელს რომ მოგვისვიდეთ რაღაც შეგვაფასეთ დაგვაფასეთ და ოდიში თუ ვერაფერი გაწყენინეთ გვაპატიეთ ბევრი ტელეკინისტვის და მომავალ ხუთშაბათამდე გემშვიდობებით სამწუხაროა რომ შორდები ესეთ საინტერესო რესპონდენტს როგორც ნიჩო მაგრამ ჩვენ ესე არ დავშორდებით ერთმანეთს ესე არ გამოვა ესე თვათ ესე არის კიდე შევხვდები ხო აბა რა კარგად მზადდებოდეთ მომავალ ხუთშაბათამდე შემოგარგებო გისურვებთ ბედნიერებას იყავით ჯანმრთელად და მოუარეთ ეს დედავატირე ერთმანეთს რა მოუარეთ ერთმანეთს მოუარეთ რა ნუ აი ესე ნუ ვიზავთ თედიაშვილს რო არ მოუარეს და სირცხვილი ვჭამეთ მე კი ბატონო მოუაროთ ერთმანეთს კოცნით გეხვევით თქვენი ჯაპანა და პატრიცებული ზურაყებში სავალ ჯიგარი ხარ